არაერთ საქმეში ქონია ერთად მონაწილეობა მიღებული. მახსენდება ორი ექიმის საქმე, სადაც ერთს შენიცავდი, ერთს მე ვიცავდი. გრძნობდი, რომ ადრე თუ გვიან მომიწევდა თქვენთან მოსვლა და საუბარი სხვადასხვა თემებზე. დავინახე ის თუ რამხელად სანა აქვს ადვოკატს. სწორ გზაზე ვართ და კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. იმდენი ხანია ორივე შემთხვევიდან, ასე დავარქვათ, გასული, რა ითქოს წარმოუდგენელია. რაიმე ახალი მიპოვოთ ამ საქმეში და თუ ახალი ვერ ვიპოვეთ, რაიმე შედეგი დავაყენებთ. შეიძლება ორგანოებით ვაჭრობასთან იყოს საქმე, კონდეს საქმე და ამის გამოძიება ძალიან რთულია. დედა 12 წლის განმავლობაში იბრძვის და ეს განსხვავებული სიტუაცია სწორედ ამიტომ არის. შემიძლია ვთქვა, რომ 99% შემიძლია კატეგორიულად დავადასტურო, რომ მეწყერი იქ არ ყოფილა და მეწყერს არ გამოუწევია გურამ დადიანიძის დაკარგვა ან გარდაცვალება. აი ამ მეწყერმა ძალიან დამაბნია სიმართლე გითხრით. ყველაზე არადამაჯერებელი ინფორმაციაც კი ჩემთვის საინტერესო არის. ამიტომ ვარ ამ რეჟიმში ვაგროვებ ინფორმაციებს, თუმცა ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიჭირა თავის დროს ეს ვერსიები და შეწყვიტა უკვე დიდი მხარდაჭერა. მე არავის უდანაშაულების პრესუნქციას არასდროს დავამხობ. თუმცა ძალიან საეჭვო არის, რატომ აძლევს გამოძიებას სხვა ინფორმაციას ერთხელ, მერე მეორედ და რადიკალურად სხვა ვერსია აქვს მოფიქრებული, როდესაც ტელევიზიით გამოვიდა. ეჭვი მაქვს, რომ ბევრი ფოტო საერთოდ გამქრალია, იმიტომ რომ ყველა ამბობს, რომ წარმოვიდით რომისობაზე. ტელეფონის დაკარგულია რა თქმა უნდა, ამდენი საათი ვიყავით და ერთმა ზემოთ აზრთან ფოტო არ გადაიღო, ერთმა ვიდეო არ გადაიღო. საზოგადოება გამოწყოთ იმისკენ, რომ მსგავსი შემთხვევები გახმაურდეს და ვებრძოლოთ ყველა მიმანკიერებას, რაც წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში ხდება. ანომალიურად დიდი არის ის რიცხვი, ნამდვილად რომელიც რეალურად შეესაბამება დაკარგული ადამიანების რაოდენობას. იძრება ავტობუსი და მგზავრი არ არის. და ადამიანს არ მოსული აზრად მოიკითხონ. მტკიცებულების გარეშე არავინ არ დაისაჯოს. დაუშვებელია ეჭვის საფუძველზე, ვარაუდის საფუძველზე, ვინმე მიეცეს პასუხისგებაში. მამიდა ისევ თავს გარდებთ. მე მისი მტრის დამცველი არ ვარ. შესაბამისად მე მისი მტერი არ ვარ. მისი ძმისშვილის ინტერესებს ვიცავ. პირიქით გვერდში უნდა დამიდგეს. პირიქით ჩემთან ერთად უნდა იწოლოს. ას გადაღება იმიტომ არ გავაგზავნე, რომ ეს ხმა მაწუხებდა. რომ ვიღაცის ხმა მისმოდა და შესაბამისად კაც მიფუჭებდა და გავწყვიტეო. ანუ ნეიტრალური. ანუ ავთენტური არის. ანუ ავთენტური არის ეს ვიდეო. ასე მგონია რომ ბოლოხან სასამართლოები უფრო საზოგადოებრივი აზრის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას ვიდრე კონკრეტული მტკიცებულებების. მოსამართლე არ უნდა კითხულობდეს კომენტარებს იმის გასაგებად, პირი დანაშაულია თუ უდანაშაულია. თავზარდამცემი ამბავი მოისმინა საზოგადოებრივამ. ნატავი ბლიანი დაზარალებულად ცნო 3 დღის უკან საქართველოს პროკურატურა. და სვანეთში მაცხოვრებელი ადამიანები და წარმოშობით სვანები არიან ყველაზე მეტად მომართული, რომ ამ საქმის გამოძიება მოხდეს სწორად. ყველაზე მეტად ისინი გვიჭერენ მხარს.